ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორულ ანსამბლ ფაზისის ხელმძღვანელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი დირიჟორი ჯუმბერ ყოლბაია უკანასკნელ გზაზე გააცილა. ქალაქ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწესთან, გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებთან მისასამძიმრებლად უამრავი ადამიანი მივიდა. მათ შორის იყვნენ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. ჯუმბერ ყოლბაიას შემოქმედების თაყვანისმცემლები მისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. აღიარებული ლოტბარის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეკრანზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ჯუმბერ ყოლბაიას შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი კადრები. საქართველოს დაარსდა საოცარი ლოტბარი, ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელი. აფხაზეთის კუთხის შვილი, ანსამბლ რუსთავის საოცრად გამორჩეული ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი ლოტბარი და სოლისტი. ჯუმბერი იყო კოლორიტი, თავისი ქცევით, თავისი სიარულით, თავისი ლაპარაკით და საოცარი კაცმოყვარეობით. ჯუმბერის სახით ჩვენ დავკარგეთ ძალიან დიდი საზოგადო მოღვაწე, მაგრამ ჯერა იმის, რომ მისი სიმღერა და მისი გალობა და მისი ლოცვა ზეციური საქართველოდანაც მოწვდება თავის საყვარელ ქვეყანას. ბატონი ჯუმბერი იყო კაცი, რომელი კაციც არა თუ ხედებოდა ქალაქს, ჭირდებოდა და მე მგონია დღევანდელი სამძიმარე მარტო რუსთავს არა და მარტო მის ოჯახს არა, მე მგონია რომ მთელი საქართველოს ეკუთვნის სამძიმარე, რამე თუ ასეთი ღირსეული მამული შვილები რომ მიდიან ეს მთელი ქვეყნის ძალიან უდიდესი დანაკლისია. ის შესახებ შესანიშნავად იცის საზოგადოებამ და საოცარი დიდებული კაცი იყო, ვეტერანი და დამაარსებელი ლეგენდარული ანსამბლის ანთებული კაცი იყო იმისთვის რაც მან გააკეთა, აი ეს ყველაფერი რომ გააკეთა, შიგნი უნდა კონდეს უზარმაზარი სიყვარული შენი სამშობლოზე, შენი ერის, შენი ქვეყნის და ეს ყველაფერი გადმოდიოდა ჯუმბერს სიმღერაში. დიდი კაცი იყო ჯუმბერ ყოლბაია, გაანათლოს იმის სული ღმერთი. მინდა ვთქვა რომ ის მართლაც გამორჩეული პიროვნება იყო, ძალიან ბევრჯერ ასახელა ჩვენი ქვეყანა, გამორჩეული იყო როგორც შემსრულებელი, როგორც პედაგოგი. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა მას ამ ყველაფრისთვის, ძალიან დიდი სიყვარულისთვის, რომელიც დატოვა. ჯუმბერ ყოლბაია 1944 წელს გალის რაიონში დაიბადა. 17 წლის ასაკში თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში საგუნდო სადირიჟორო სპეციალობაზე ჩააბარა, რომელიც 1965 წელს წარმატებით დაასრულა. მალევე მუშაობა დაიწყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში სოლისტ მომღერლად, სადაც ჰამლეტ გონაშვილი გაიცნო. სწორედ ამ უდიდესმა მომღერალმა აზიარა იგი ქართკახურ სიმღერებს და სულ მალე 1966 წელს ჯუმბერ ყოლბაია თბილისის სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო განყოფილების სტუდენტი გახდა. ჯუმბერ ყოლბაია 1972 წლიდან ანსამბლ რუსთავის ქორმეისტერი და მომღერალია. 1983 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვოკალურ ანსამბლ ფაზისის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. პარალელურად 1972 წლიდან ჯუმბერ ყოლბაია რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. ბოლო წლებში კი მისი მთავარი დირიჟორი გახლდათ. 2016 წელს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯუმბერ ყოლბაიას ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. სულ ახალგაზრდა ბიჭმა დაიწყო მოღვაწეობა რუსთავში, გახდა ქორმეისტერი, მომღერალი ქორმეისტერი და შემდეგ აგერ 35 წელია და მეტიც ხელმძღვანელობდა ანსამბლ ფაზის. იყო ძალიან დიდი პროფესიონალი, ყველა მუსიკის მოყვარულისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტი და ძალიან დრამატულია, როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს ამ ქვეყანას. ერთმანეთში აკულტოს მის სული და ეს არის ადამიანი, რომელმაც დატოვა თავისი სახელი, დატოვა უზარმაზარი კვალი ქართულ მუსიკალურ შემოქმედებაში. თავისი ცხოვრებით, თავისი ნიჭიერებით, შემოქმედებით დაღვაწლით, მარტო რუსთავს არ ეკუთვნოდა, ის სრულიად საქართველოს ყველა ქართველს ეკუთვნოდა, რადგან თავისი არაჩვეულებრივი უნიკალური ხმით, ძალიან დიდი ღვაწლით, რასაც ანსამბლი რუსთავი ქვია, ბატონი ჯუმბერი ყველასთვის შინაური ადამიანი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება იყო. დიდ ადამიანს ვაცილებთ ბატონ ჯუმბერ ყოლბაიას, რადგან იგი მთლიანად არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ
სიმღერით ასწავლიდა საქართველოს სიყვარულს ყველა მოსწავლეს. მოგეხსენებათ, ანსამბლი რუსთავი 68 წელს ჩამოყალიბდა, შეიქმნა და ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ანსამბლ რუსთავის დიდ შემოქმედებას, მან თაობები აღზარდა. შეაყვარა ქართული ხალხური სიმღერა. არაჩვეულებრივად ნიჭიერი კაცი გახლდათ ბატონი ჯუმბერი, რომ ის იყო ძალიან დიდი ლოტბარი, ქონდა მას არაჩვეულებრივად კარგი ალღო, როგორ ემუშავა მომღერალთან. ხელოვან სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა აფხაზეთში დაბრუნების. ჯუმბერ ყოლბაია სჯეროდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის და მშობლიურ კუთხეში შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებაზე ოცნებობდა. ცნობილი ლოტბარი ერთგულმა მსმენელმა მხურვალ ეტაშით გააცელა უკანასკნელ გზაზე. ჯუმბერ ყოლბაია ქალაქ რუსთავში დაკრძალეს. დიდი მადლობა.